მოგესალმებით. შეგვიძლია გავხსნათ დღევანდელი დღის კომიტეტის სხდომა. კოლეგებს ვთხოვ, რომ წარმოდგენილი დღის წესრიგი დავამტკიცოთ. დღეს გვაქვს ასევე მხოლოდ ერთი საკითხი, მეორე მოსმენით წარმოგვიდგენს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ქალბატონი თამარ მახარაშვილი ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებას. თამარ, გთხოვთ. მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო, მეორე მოსმენით დაჩქარებული წესით განსახილველად წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონ პროექტს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონის გარდამავალ დებულებას ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც 2026-27 სასწავლო წელს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების დაწყებით კლასში სწავლის გაგრძელება და დაწყება შეუძლიათ იმ მოსწავლეებსაც, რომელთაც 2026-27 სასწავლო წელს 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი, ეს გახლავთ ნებაყოფლობითი მშობლის გადაწყვეტილებით. მინდა მოგახსენოთ, რომ პირველი მოსმენის შემდეგ არანაირი პირველი მოსმენის ცვლილება არ განხორციელებულა. მოგივათ რომ გავიაროთ, ესე იგი პირველი მუხლი გახლავთ კანონის გარდამავალ დებულებას ემატება ჩანაწერი, როგორც მოგახსენეთ, რომლითაც 26-27 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება მშობლის გადაწყვეტილებით ნებაყოფლობით ექნებათ იმ პირებსაც, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. კი ბატონო, მუხლი მეორე. მუხლი მეორე გახლავთ, რომ კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დიდი მადლობა, კითხვები ხომ არ არის? კარგით, მაშინ კენჭი უყაროთ აღნიშნულ ცვლილებას. ერთხმად მიღებულია, დიდი მადლობა, ამით კომიტეტის სხდომა დასრულებულია.